ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ცოტა მიმდევრობებზე და როგორებია მიმდევრობები. შეიძლება მაგალითად გქონდეს მიმდევრობა ასეთი 1 4 7 და 10 ვთქვათ. და მეტი არც არაფერი და ეს იყოს მაშინ სასრული მიმდევრობა. ანუ აი 4 ელემენტი აქვს, მორჩა გათავდა, მეტი არაფერი. შეიძლება მქონდეს უსასრულოც. მაგალითად, ვთქვათ, ვიწყებდე 3-იანით და ყოველ ჯერზე ვუმატებდე 4-ს და მერე მოდიოდეს 7, მერე მოდიოდეს, ვთქვათ რა, მერე 11 გამოვა, მერე 15. აუცილებელი არ არის მაინც და მაინც რაღაც მუდმივ რიცხვს ვუმატებდე, უბრალოდ ერთი გზა არის ეს ხოლმე. სხვათა შორის ამას ეწოდება არითმეტიკული პროგრესიაც, მაგრამ ამაზე მერე სხვა დროს ვისაუბროთ. მოდი 3 წერტილს დავწერ, რომ ვაჩვენოთ, რომ ეს არის უსასრულო. ანუ ესე აღნიშნავ იმას, რომ იმ ფაქტს, რომ ეს არის უსასრულო. კი ბატონო. ესე იგი, ესეთი მიმდევრობები ორივენაირი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ახლა როგორ შეიძლება ეს ჩავწერო ცოტა უფრო მოკლედ? ანუ ვაჩვენო, რომ აი ეს არის ჩემი მიმდევრობა, ოღონდ ამდენი არ ვწერო. არის ამისთვის რაღაც აღნიშნული. მაგალითად გვაქვს ესეთი რამ. a ფუძით კი არა, ინდექსით k. აი ესე. სადაც k გვაქვს 1-დან 4-მდე. აი ეს უდრის აი ამას და ეს არის აღნიშნა, ესე იგი რომ მაქვს 4 ელემენტიანი მიმდევრობა. ანუ მე მაქვს რაღაცა a, k არის სიმდევროში ყოველთვის რაღაც წევრი, ანუ მაგალითად ეს არის a1, ეს არის a2, ეს არის a3 და ეს არის a4. და ამის შემოკლებული ვერსია არის a, k, სადაც k გარბის 1-დან 4-მდე. და ანუ მეუბნება რომ სულ ეს მიმდევრობა არის 4 ელემენტიანი, მეტი არც არაფერი. მაშინ ეს როგორ შემიძლია გამოსახო? ეს შემიძლია გამოსახო ასე. ისევ მაქვს რაღაცა a წევრი, ანუ ეს არის ზოგადი ჩანაწერი, ასე ვთქვათ, ამისი ნებისმიერი ელემენტი. ვერ დავწერე ეს ფიგურული ფრჩხილი. ხო, მოკლედ, ესე იგი მაქვს a, k, ისევ და ისევ გარბის k 1-დან, მაგრამ ამ შემთხვევაში გარბის უსასრულობამდე. ანუ ეს გულისხმობს, რომ მე მაქვს უსასრულო რაოდენობიანი, ანუ უსასრულო ელემენტიანი სიმრავლე, იმიტომ რომ a, k მაქვს, სადაც k გარბის 1-დან უსასრულობამდე. კარგი, კი ბატონო, ეხლა დავახასიათეთ ის, რომ ამ მიმდევრობებს აქვს ან რაღაც უსასრულო რაოდენობის წევრი, ან აქვს 4 წევრი, კი ბატონო, ეგ გასაგებია. მაგრამ იქნებ ცოტა მეტი ინფორმაციის გადმოცემა მინდა, ანუ იქნებ არ მინდა უბრალოდ იმის ჩაწერა, რომ აი ამდენი წევრი მაქვს, მაგას სხვანაირად ხომ დავწერ. ანუ მარტო ეს ჩანაწერი რას მაძლევს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ჩანაწერები მარტო იმისთვის არ გამოიყენება, რომ თქვას რამდენი ელემენტი შედის შეგინ, მაშინ უბრალოდ დავწერდი 4-ს და დავწერდი უსასრულობას, ხო? სიმდევროში ეს ჩანაწერი არის უფრო მდიდარი ინფორმაციის მატარებელი, ცოტა კიდევ რაღაცას თუ დავუმატებთ, კერძოდ. თუ თქვათ მე მინდა რომ გამოვსახო, რა არის ამ მიმდევრობის ელემენტები, ოღონდ მოკლე ჩანაწერი გავაკეთო ამისი. რას ვიზამ? მაშინ დავწერ a, k, ეხლა მოკლე ჩანაწერი შეიძლება ამაზე მოკლე არ იყოს, მაგრამ აქ რო იყოს 4-ის მაგირო და 100 მაგალითად, მაშინ უკვე ეს ძალიან მოკლე გამოვიდოდა, ხო? ესე იგი a, k, ესე იგი ისევ გულისხმობ ამით, რომ ზოგად წევრს ავწერო, სადაც k გარბის 1-დან 4-მდე, კი ბატონო. და ასეთი გამოსახულება მაქვს. a, k ტოლია, ანუ ზოგადი წევრი, რაღაც ნებისმიერი წევრი ტოლია 1-ს დამატებული. ხა, რა უნდა იყოს ეს? მოდი საერთოდ 1-ს დამატებულს რატო ამბობ? მოდი ვცადოთ რომ ვიპოვოთ, ვიჩქარეთ ცოტა, ვცადოთ რომ ვიპოვოთ რა არის ამისი ზოგადი გამოსახულება. ნუ ვიცი რომ თავიდან 1-ით ვიწყებ, მერე მომდევნო წევრი ან მეორე წევრი არის 4. შემდეგ მომდევნო წევრი არის 7, ესე იგი პირველიდან მეორეზე რომ გადავედი, დავამატე 3. პირველიდან მეორეზე გადასვლისას 3 დავამატე. შემდეგ მეორედან მესამეზე გადასვლისას ისევ დავამატე 3, რომ მივიღო მესამე. და კიდევ დავამატე 3, რომ მივიღო ისევ მესამე. ესე იგი რა გამოვიდა? პირველი წევრი არის 1, მეორე წევრზე რომ გადავიდე, ვუმატებ 3-ს. მესამე წევრზე რომ გადავიდე, კიდევ ვუმატებ 3-ს და ასე შემდეგ. მაშინ ამისი ფორმულა გამოდის და ამას არ ვხსნი და თქვენ თვითონ მოიფიქრეთ, მე მგონი უკეთესი იქნება, გავარჯიშდებით. ამისი ფორმულა გამოდის 3-ჯერ, ესე იგი 1-ს დამატებული 3-ჯერ k-ს მინუს 1. სადაც k არის ცხადია ისევ დანომროა, ხო, ინდექსები. რატომ არის ასე? ეს კარგი მოსაფიქრებელია და გირჩევთ მოიფიქროთ. ან შეგვიძლია ესეც დავწეროთ, რომ a, რომელიც არის ფუნქცია k-სი, არის 1-ს დამატებული 3-ჯერ k მინუს 1. აი ეს მაგალითად უკვე არის ძალიან კარგი ზოგადი ჩანაწერი აი ამ მიმდევრობის. შეიძლება როცა 4 ელემენტი აქვს, არა ძალიან მოხერხებული, მაგრამ მოდი ახლა აი ამაზე ვნახოთ და ამაზე აშკარად მოხერხებული იქნება, იმიტომ რომ უსასრულო წევრების წერის ნაცვლად, ან ძალიან ბევრი წევრის დაწერის ნაცვლად და მე 3 წერტილის მოგიწევს უბრალოდ აი ამ აღნიშნვის ჩაწერა. ესე იგი a ინდექსით k, ისევ სადაც k გარბის 1-დან უსასრულობამდე და გამოსახულება არის a, k ტოლია, რა იქნება ეს? 3-ს ვუმატებთ 4-ს, მერე კიდევ ვუმატებთ, მოდი ამას ვაჩვენებ კიდეც. ესე იგი 3-დან 7-ზე გადავედით 4-ის დამატებით, შემდეგ კიდევ გადავედით აქედან 11-ზე ისევ 4-ის დამატებით, კიდევ 4-ის დამატებით და ასე შემდეგ, ხო?
ესე იგი, ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს გამოსახულება, სადაც 3-ს, იმიტომ რომ 3-ით ვიწყებთ, 3-ს ვუმატებთ 4-ჯერ k-1-ს. 4-ჯერ k-1-ს. აი, დაუკვირდეთ მაგალითად, 2-ზე რომ ვიყავით, 2-ჯერ დავუმატეთ 4, ხო? 3-ზე რომ ვიყავით, 3-ჯერ დავუმატეთ, ესე იგი, ანუ მესამე წერზე, უბრალოდ მეოთხე წერზე რომ ვიყავით, მესამე წერზე რომ ვიყავით, 2-ჯერ დავუმატეთ, მეორე წერზე ერთხელ დავუმატეთ. ანუ ეს ჩანაწერი რაღაცნაირად აჩვენებს იმას, რომ რომელიღაც ინდექსზე რომ ხარ, რამდენი ცალი 4 გაქვს დამატებული 3-იანისთვის. პრაქტიკულად ეგ ინფორმაცია აქვს. ზუსტად იგივე ინფორმაციაა ზემოთაც. კარგი, მოდი კიდევ ერთი რაღაცა. როგორ შეიძლება განმარტო რეკურსიულად ასეთი მიმდევრობა? ყველა მიმდევრობა არ განმარტება ესე ლამაზად და კარგად, მაგრამ ახლა კარგ მიმდევრობებზე ვმუშაობთ ამ წუთას. რეკურსიულად რას ნიშნავს? ესეც ძალიან საინტერესოა. რეკურსიულად ნიშნავს, როცა რაღაცას თავისივე თავით განმარტავ და ახლა გავჩვენებთ, ამაში რა იგულისხმება. ესე იგი, ისევ გვაქვს AK, A ინდექსად K, აი ესეთი ტიპი, ისევ K გარბის 1-დან 4-მდე და ამ შემთხვევაში რა გვაქვს? გვაქვს ბაზა 1, ანუ A1 ბაზა არის პირველი წევრია და უდრის 1-ს და ყველა დანარჩენი AK, ცოტა ამის ტერიტორიაზე შემოვიდი, მაგრამ არ უშავს, განიმარტება როგორც AK-1-ს დამატებული 3. მოიცა ხა AK-1 რას ნიშნავს? ეს არის AK-ს წინა წევრი და მივაწერ კიდეც ამას, ეს არის წინა წევრი. და ამით ძალიან კარგად განიმარტება მთელი მიმდევრობა, იმიტომ რომ პირველი წევრი არის 1 და ამით განმარტავ ყველაფერ დანარჩენს. და მოიცა კაცო, მეორე წევრი რა არის? მეორე წევრი ხო არის, ესე იგი, თუ მეკითხებენ მეორე წევრი რა არისო? თქვათ ესე იგი, K არის 2-ო, ხო? A მეორე ტოლი იქნება AK-1, K ხო 2-ია, ესე იგი 2-1 იქნება 1, ანუ პირველ წევრს დამატებული 3. მაგრამ პირველი წევრი ვიცი რომ 1-ს უდრის, ესე იგი 1-ს დამატებული 3 ყოფილა მეორე წევრი, ანუ 4. მაშინ მესამე წევრი რა არის? მესამე წევრი რა არის და ხომ გამორკვეო რომ მეორე წევრი არის 4. მესამე წევრი ესე იგი იქნება მეორე წევრს დამატებული 3, ანუ 4-ს დამატებული 3, ანუ 7. და ესე განმარტება მთელი აი ეს მიმდევრობა. და ანალოგიურად შეგვიძლია განმარტოთ უსასრულო მიმდევრობაც რეკურსიულად. დავწერთ ისევ აი ამ სიტუაციას AK, სადაც K გარბის 1-დან უსასრულობამდე და ამ შემთხვევაში რეკურსია იქნება რა? A1 იქნება 3, ანუ საბაზისო შემთხვევა. საბაზისო შემთხვევა იქნება, ვაი, აღარ ყოფნის დაფა, არ უშავს. საბაზისო შემთხვევა იქნება, რომ A1 არის 3 და ყველა დანარჩენი განიმარტება როგორც წინა წევრს AK-1 დამატებული 4. და ესეც ჩვენივად განიმარტა რეკურსიულად.